შეერთებული შტატები ღია ჯერჯერობით არ არის ჩართული ამ სამხედრო ოპერაციაში. მხედველობაში მაქვს მისი შეტევითი ნაწილი, თორემ ისე მაგალითად ბალისტიკური რაკეტების მოგერიებაში და ჩამოგდებაში მონაწილეობდა, რომელიც გაშვებული იქნა ისრაელის მიმართულებით ირანიდან. რაც შეეხება პირდაპირ ჩართულობას, ამისი ალბათობა არსებობს. ახლაც მაგალითად მიფრინავს 18 ჰაერში გასამართი სამხედრო ტანკერი ამერიკული ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, რომ შეერთებული შტატები ჩაერთოს უშუალოდ სამხედრო ოპერაციაში, თითოეულ ამ ტანკერს შეუძლია რომ ჰაერში გამართოს 10-12 ბომბდამშენი, შესაბამისად საკმაოდ სოლიდურ რაოდენობაზეა საუბარი და სოლიდურ ჩართულობაზე. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს არის სერიოზული ინდიკატორი იმისა, რომ შეიძლება უახლოეს ხანში ვიხილოთ ასეთი ჩართულობა. ასევე ისრაელის ოფიციალური პირებისგან ბატონო ხშირად ისმის ხოლმე განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათი იერიშები მიმართული არა ირანელი ხალხის, არამედ რეჟიმის წინააღმდეგ. არის თუ არა ისრაელისთვის ცენტრალური საკითხი ხელისუფლების ცვლილება ირანში და თუ ესაა საბოლოო მიზანი, ხომ არ უნდა ველოდოთ მორიგ სამოქალაქო ომს ამ რეგიონში? ჩვენ ახლა ღიად ესე გამოცხადებული გასაგებია ომი მიმდინარეობს და ისრაელს ბევრი რაღაც ღიად არ აქვს გამოცხადებული, მაგრამ ჩემი დაკვირვებით აქ იკვეთება ორი მიზანი. ერთი არის პროგრამა, მოდი პირობითად დავარქვათ, პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი ისრაელისთვის. პროგრამა მინიმუმი, როგორც ჩანს, არის ბირთვული პროგრამის და ბირთვული ინფრასტრუქტურის განადგურება, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი, როგორც ჩანს, არის ირანში ხელისუფლების შეცვლა და ყოველ შემთხვევაში აქამდე რასაც ვხედავთ, ამ მიმართულებით მიდის საქმე. ომი მხოლოდ მიმდინარეობს ახლა, ასე ვთქვათ, ცხელ ფაზაში არის, ჯერ არ დასრულებულა ეს ყველაფერი. როგორ დასრულდება, ესეც ამ მომენტისთვის ძნელად წარმოსადგენი არის, იმიტომ რომ უამრავი ფაქტორი არის, რაზეც იქნება დამოკიდებული მოვლენათა შემდეგ განვითარება. ვნახოთ, ახლა ვართ მხოლოდ დაწყების პერიოდში. დიახ, გრძელვადი ამ პროცესად გესახებათ ეს ყველაფერი როგორც ვატყობ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მხარეები ამ ომისთვის ათწლეულების განმავლობაში ემზადებოდნენ და ერთ და ორ დღეში ეს ვერ დასრულდება. ყველაფერს თავი დავანებოთ და შევხედოთ იგივე ირანის მოსახლეობას 93 მილიონია, შევხედოთ ირანის ტერიტორიას, რა ამხელა ტერიტორიას მოიცავს, ხო ის, იმიტომ ეს ძალზედ სერიოზული ამბავი არის, ისეთი ამბავია, რომელიც შეიძლება ათწლეულებში ერთხელ ხდებოდეს. ახლა კი უფრო ზოგაჭრილში შევაფასოთ ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ ვხედავთ, რომ შეიარაღებისა თუ ოპერაციების იზუსტის თვალსაზრისით ისრაელია მეტად უპირატეს მდგომარეობაში, ხო? აი რა გვაჩვენა ამ 4 დღიანმა სამხედრო მოქმედებებმა და რა ფაქტორები განაპირობებს ისრაელის უპირატესობას, ამაზეც რომ ვისაუბროთ? თუ რომელიმე ომს რამე დადებითი აქვს, არის ის, რომ ამას მხოლოდ საჰაერო კომპონენტი აქვს და ახლა სახმელეთო ოპერაციები, ხო, ტანკებით შეტევა და ასე შემდეგ ძნელად წარმოსადგენია ამ ომში და უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა ასეთ შემთხვევაში. საჰაერო კომპონენტში კი ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნიკური უპირატესობა. ტექნიკური უპირატესობა გასაგებია, რომ ისრაელს უფრო მეტი აქვს ერთი დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის გამო და მეორე იმის გამო, რომ ყველა მეტნაკლებად დემოკრატიული ქვეყანა ტექნოლოგიურად დაწინაურებული არის მეცნიერებას, ვთქვათ, მათ შორის სამხედრო მრეწველობასაც უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, ინოვაციების შემუშავება ხდება და ასე შემდეგ, რაშიც თავისუფალი სამყარო უფრო წინ არის და ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ფაქტიურად ომის დაწყებიდან 48 საათში მთელი საჰაერო სივრცე ისე დაიკავა ისრაელმა, რომ ირანს ფაქტიურად სერიოზული წინააღმდეგობა არ გაუწევია, იმიტომ რომ ირანს ჰქონდა ჩამორჩენილი ტექნოლოგიური საშუალებები, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები,
რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები კი ჩამორჩება რამდენიმე თავით დასავლურ შეიარაღებას და ამომაც გვაჩვენა ეს ჩამორჩენილობა რუსეთის. და რუსეთის ფაქტორზე მინდა დაგისვათ სწორედ შეკითხვა პუტინმა ხამენეი გააფრთხილა რომ მის რეჟიმს საფრთხე ემუქრება და ამის პარალელურად ჩვენ ვიცით რომ რუსეთი ირანის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ხო? აი როგორია რუსეთის დიპლომატიური და სტრატეგიული როლი მიმდინარე კონფლიქტში? რუსეთი ახლა ყველანაირად ცდილობს თავისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის ირანის გადარჩენას, იმიტომ რომ თუ ირანი გამოეცალა რეგიონში მას ფაქტობრივად დასაყრდენი ეცლება, ირანის გარეშე ძალზე შესუსტება რუსეთის პოზიციები არა მხოლოდ ახლო-აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში, იმიტომ რომ მას არ ექნება სათქმელი მაგალითად რომელი ქვეყნების დაჯგუფებას თუ ჯგუფს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე. ახლა მას აქვს პრეტენზია, რომ წარმოადგენს გარკვეულ ჯგუფს და იმ ჯგუფში ირანს განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ირანს კიდევ თავისი მოკავშირეები ყავს ხომ რეგიონში და მათი სახელით ლაპარაკობდა რუსეთს. თუ ხელისუფლება შეიცვალა ირანში იქნება უკვე პროდასავლური ხელისუფლება და გასაგებია რომ რუსეთი დაკარგავს ირანს როგორც მთავარ მოკავშირეს. ამიტომ ახლა რუსეთის დიპლომატია მიმართულია იქითკენ, რომ გადაარჩინოს ირანის ახლანდელი ხელისუფლება, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ის წარმატებულია, ან მასზე ბევრია დამოკიდებული. ახლა ბევრია დამოკიდებული პირველ რიგში ისრაელზე, შემდეგ შეერთებულ შტატებზე და შეიძლება ბრიტანეთზეც. ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ის რაც მათი მხრიდან ხდება, მხოლოდ პასუხია ისრაელის აგრესიაზე და თუ ეს აგრესია შეჩერდება, ლოგიკურად და შესაბამისად მათი პასუხებიც შეწყდება, ასეთია მათი ოფიციალური პოზიცია. არსებობს თუ არა სივრცე მშვიდობისთვის და რამ შეიძლება ზოგადად შეაჩეროს ორ ქვეყანას შორის გაჩაღებული საბრძოლო მოქმედებები? თქვენ ახსენეთ, რომ ამისთვის დიდი ხნის სამზადისი უძღოდა მოკლედ ამ ყველაფერს, გრძელვადიანი პროცესია და ასე შემდეგ, მაგრამ თუ კი არსებობს მაინც რაღაცა ტიპის სივრცე მშვიდობის დასამყარებლად. ამ მომენტისთვის არ ჩანს ასეთი სივრცე, ომი ძალიან აქტიურ ფაზაში არის შესული, არის იგივე მხარეების ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, არ მგონია რომ ისრაელი ახლა ენდოს ირანს სიტყვაზე და დაწყებული საქმე შუაში შეწყვიტოს და მერე იმის იმედზე იყოს, რომ ირანთან მოლაპარაკების გზით რამე შეძლებს. ამ მომენტისთვის ასეთი შესაძლებლობა ნაკლებად მიმაჩნია რომ არსებობდეს, იმიტომ რომ როდესაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ყველაფერი უკვე წყდება ბრძოლის დროს. ირანი ფაქტობრივად საქართველოს სამეზობლოში და რა საფრთხეებს და გამოწვევებს ქმნის ეს მოვლენები ჩვენი ქვეყნისთვის, ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ აუცილებლად ინტერვიუს დასასრულს. ამას რამდენიმე განზომილება აქვს. პირველი არის ალბათ პოლიტიკური, ყველას გახსოვს შარშან ამ დროს კობახიძე ორჯერ იყო ჩასული ირანში და იქ ესწრებოდა ღონისძიებას, რომელიც გახსოვთ შეძახილები სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს და ისრაელი არ არის ის ქვეყანა, რომელიც ამას ადვილად ივიწყებს და ეს ერთი პოლიტიკური განზომილება. მეორე ეკონომიკური განზომილება იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებები გაიწელა დროში, თუ ირანმა საპასუხო დარტყმები მიაყენა არაბული ქვეყნების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ინფრასტრუქტურას, ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს სოფლიო ბაზარზე, ან თუ გადაკეთა სპარსეთის ყურის შესასვლელი, ამ შემთხვევაში შეიძლება სოფლიო ბაზარზე გაიზარდოს ნავთობის ფასი და შესაბამისად საქართველოსაც აისახოს ეს. არის კიდევ ჰუმანიტარული ამბავი, ირანის მოსახლეობა 93 მილიონია, თუ ეს ომი გაგრძელდა დროში და თუ ისრაელმა დაბომბა მაგალითად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი, თბოელექტროსადგურები და თუ ჩამოიქცა ირანის ეკონომიკა, არის საფრთხე იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა ვიცი, ახლა ამის განსაზღვრა ზუსტად შეუძლებელია რამდენი,
დაიძრას და დაიწყოს ქვეყნიდან გასვლა, იმიტომ რომ იქ თუ წარმოიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი, ჩვენ გვახსოვს სხვა კონფლიქტების შემთხვევაშიც, რომ ხალხის დიდი მასები გადის ხოლმე ქვეყნიდან. და არავინ იცის, რა მიმართულებით შეიძლება წავიდეს ეს მოსახლეობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ირანის მოსახლეობა 93 მილიონია და მისი 10%-იც რო ამოძრავდეს, ეს უკვე 9 მილიონი ადამიანი.